მე ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი შეფასება ჩვენი ქვეყანას სად არის, ეს არის ის რეალობა, რომელიც საქართველოში არის შექმნილი და რეალობა არის ის, რომ სამწუხაროდ საქართველოში მკვეთრად შემცირებული არის საგარეო პირდაპირ ინვესტიციები, იმიტომ რომ ვერავინ ვერ ხედავს პერსპექტივას ქვეყანაში, რომელიც არის საფრთხის წინაშე, რომ დაკარგოს მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობები ევროკავშირთან. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელთანაც ევროკავშირმა გააუქმა ყველანაირი თანამშრომლობის ფორმატები და შეაჩერა გაწევრიანების პროცესი. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა უვიზო რეჟიმის შენარჩუნების პერსპექტივა, სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს აქვს მკვეთრი უკუსლა კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის შეფასებები, რაც ქართულ ხალხს აწუხებს. ქართულ ხალხს სჭირდება სამუშაო ადგილების შექმნა, რასაც სჭირდება პირდაპირ ინვესტიციები უცხოეთიდან. ეს არ არის, ეს შედეგები არ არის. ქართულ ხალხს სჭირდება ხელფასის გაზრდა, პენსიის გაზრდა. ხედავთ, რომ ამ თვალსაზრისითაც ჩვენ არანაირი პროგრესი არ გვაქვს და რაც მთავარია, ქართულ ხალხს სჭირდება ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანება და ეს პროცესიც არის აბსოლუტურად გაყინული ამ ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად. ეს ვფიქრობ, რომ ქართული ხალხისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ დაწერილი რაიმე ტემპის ანგარიში. ამ შეიძლება არ იყოს რელევანტური Heritage Foundation-ის პროექტი. რელევანტური არის ის, რაც არის ჩვენი რეალობა. ჩვენი რეალობა არის გაყინული პენსიები, გაყინული ხელფასები, გაყინული ეკონომიკური ზრდა, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საშიშროება, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაკარგვის საშიშროება და გაუქმებული გაწევრიანების პროცესი, რომელიც ბიზინა ივანიშვილმა მიართვა რუსეთს საჩუქრად, როდესაც წაართვა ამ ქვეყანას შანსი, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ჩვენ პროგრესი გვქონოდა. ეს არის რეალობა. დანარჩენი სხვა შეფასებები ამა თუ იმ ორგანიზაციებს ვფიქრობ, რომ ქართველ ხალხს იმ მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს დღევანდელ რეალობაში, ნაკლებად აინტერესებს.